როგორ ახართ მეგობრებო? ცოტა წაშელი სახეა. მოდი პირდაპირ გეტყვით, ძალიან დიდი ავარია მომივიდა. ძალიან დიდი ავარია მომივიდა. ხო, ცუცხადი ვარ. ეს რამოდენიმე დღე ცოტა შოკში ვიყავი, არ დაგიმალავთ. და ყველას მოგიწოდეთ, გამოიყენეთ ღვედი გადაარჩინეთ ჩემი სიცოცხლე. მივდიოდი ტრასაზე, ავტობანზე. წინ იყო მანქანა, რომელიც გადატრიალდა, ავარია იყო. მე დროზე დავინახე, დავიწყე შეჩერება, რა თქმა უნდა, მიგალკები ჩავთე, შეჩერება, მაგრამ ჩემს უკან მანქანა ვერ დაინახა ტელეფონში ყვედა რა და რომ გლიჯა ის მოდიოდა 130-ით. მე უკვე შეჩერებდით, გაჩერებული იყო რომ გლიჯა კარგად გამაზანზარა. რასაც ქვია ნაპრწკლები გადმოვყარე. თელი მანქანა შუშაში ჩანგრეული, მინგრეული დალეწილი, ჩემი მანქანა აღდგენას არ ექვემდებარება, ანუ რემონტი კი არა, აღდგენას არ ექვემდებარება, დალეწილია, ესე რომ აი მთლიანად განადგურებულია მანქანა, მაგრამ მე კარგად ვარ. ხო, ცოტა სტრესში ვიყავი, ეხლაც ვარ სტრესში, სიმართლე გითხრა. გაგვიმარჯოს, ჩემ დაბადების დღეს გავუმარჯოს. ეს უკვე ჩემი მერამდენი დაბადების დღე არის. როგორ გადავჭი? ვერ წამ, აი, გონო ხვედმა გადამარჩინა, რა, აი, ხვედი რო ყოფილიყო, უკვე ვიქნებოდი მიქელასთან ეგეზევით. სასწაული რაღაცა მოხდა. 130-ით რო დაგატყას მანქანა უკნიდა, აი ეს წამოიდგა, ბა, რო იგზო. ეხა რომ ასეთი ახლა მაჟიადებს და გადავჭი. მოკლედ კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ. ნუ გადააჭარბებს სიჩქარეს და 130-ით თუ წერი 130-ით წერია, თუ 100-ით 100-ით კი ბატონო. მაგრამ ღვედი არის ძალიან მაგარი რაღაცა. გამოიყენეთ ღვედები. ღვედი არის ის საშუალება, რომ შეიძლება თქვენი სიცოცხლე გადაარჩინოს. ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა ღვედი. გამომოჯოს ამ ჭიქით გამომოჯოს ღვედების გამომგონებელს, მაგია შენდეს, მაგის ოჯახი, მაგისი თელი საგვარეულო, შთამომავლები, ვინც მოიგონა ღვედი მანქანაზე გამომოჯოს იმ ადამიანს. უნდა დავადგე სტატიას დავწერ, არ ვიცი ვინ არის, მოვძებნი. ცოტა აი ეს დღეები ვარ, ისე წაშლილი ვარ, ვერ წამოგედგენია. ძალიან წაშლილი. ძალიან წაშლილი. თორე ცოცხლები ვართ, აგერ კაფეში ვარ, ყავას ვარ, აი დაზართან, საფრანგეთში. ახლა მოგიყვებით ისტორიას, თუ აი როცა ავარია მოხდა, ესე იგი ავარია რომ მოხდა, ნუ ისაც გაინტერესებს ახლა თუ რაღაცა სისულები გაინტერესებს გადავხდეთ. ნუ ჯერ ერთი სხვათა შორის მანქანა გამომიყვანეს კაზახი მძღოლები. ესე იგი გოგოს მანქანა გადატრიალდა. ორი ტრაილერი იყო კაზახეთიდან, რომლებიც გააჩერეს მანქანა და ეს გოგო გადმოტრიალებული იყო. ეს გოგო ჩამოკიდებული იყო ღვედით. ეს გოგო გადმოიტანეს მანქანიდან და რო გადმოიტანეს ზუსტად 2 წუთში. თურმე მე არ დავარტყი, მაგრამ მე დავინახე. ანუ აქეთ მიგალკა იყო, აქეთ მაგათი ტრაილერები იყო, აქეთ ეს მანქანა იყო, ნუ მოკლედ. და მე ხო დამარტყეს, კარგად დამლეწეს და ესენის ბიჭები ისევე გადმოვიდნენ და ანუ მეც გადმომიყვანეს და ანუ რისკი არის, იმიტომ რომ ტრასა როა შეიძლება კიდევ რომელიღაცა მანქანა მოდიოდეს შკარ და იმანაც გაგარტყას რა. და მოკლედ ეს კაზახელი ბიჭები გამომიყვანეს და თუ გეშ პარუსკი გურუ და აი ასე და მოკლედ აი კაზახელი მძღოლები გადმოგვიყვანეს, გადაგვაჩინეს. ხო და რა ვიცი რა, ღვინო კი არა, ყავა და წყალი რა ღვინო კაცო. და გადმომიყვანეს, მე სასტრაფოები ძალიან მალე მოვიდა. სასტრაფო მოვიდა, აი ყველაფერი, რა ვიცი, 20 კაცი მოვიდა, 10 მანქანა, გადაკეტეს ტრასა მას რა, ზუსტად აი 15 წუთიც არ იყო გასული. 10 წუთში ძალიან სწრაფად მოვიდნენ.
ახლოს იყო იმასთან პოლიციასთან და მოკლედ ძალიან მობილიზაცია იყო მე თქვი მანქანა და ტელეფონი მინდა მეთქი და არ მიმიშვი მანქანაში თვითონ ის ვინც არიან პომპიერები ანუ ჩვენი სპაჟარკავადის ხალხი მოკლედ გამოიტანეს ჩემი საბუთები საფულე ტელეფონი ყველაფერი მომწეს მანქანაში ვერაო მანქანა მე გადაიყვანეს გარაჟში მე ჩამზვეს სასწრაფოში და წამიყვანეს ავანტყოფოში საღალ დასაკარგავ შეხს პატარა სოფელში ну არაფერი ამჭირდა პოსტ შოქში ვიყავი შოქში ვარ სიმართლე ვგითხრათ შოქში ვარ აი პოსტ არ მჯერა როგორ ეს თემა აი გადავაგორე რა გადავაგორე თავარი ყველანი ვარ კარგად ჯამთელად და რა ვიცი სოთა ჩვენი საქმე ხახლო ღვიდი გაიკეთეთ უსაჯდებით მანქანაში მადლობა უფალს რა თქმა უნდა აი საქმეს უსააკეთებ უფალი ყველა მეუბნება შენო ყავსო ფარველი ანგელოზიო აი ხახლო 130 სიჩქარით მანქანა Ford Sprint დაწვირთული იყო და ამხელა მძიმე მანქანა დამეტაკა უკან და რაღაცა პატარა ორი დაბეჟილობა მაქვს ორი პატარა დაბეჟილობა მაქვს და აი რაღაც მაგრამ უბრალოდ შოქში ხარ არ ხო ანუ წარმოვიდგინე ეს ბუხრო დაიძახა დაატყა ეხლაც რო ფიქრობ მაჟიანებს არა მე ცხოვრებაში იმდენჯერ მაქვს გავლილი ესეთი თემები რომ რა ვიცი როგორ გითხრათ იცით აი ძალიან თემა არის რა გაუფრთხილეთ ცხოვრებას სიცოცხლეს გადავრჩი ძალიან ნერვიულო სიმართლე გითხრა merci au revoir აი ნახტა სილამაზია ატარა საყავარელი ქალაქი არის ქვესომიო შუა საუკუნეების ქალაქი არის ნახტა საყვალობა არის მოდი ტაძარში შევიდეთ აი ეს როგორ დაბნეული ვიყავი ღმერთო ჩემო აი 130 კილომეტრი მანქანა უკან რომ გარტყავს და რომ თან უყურებდი სარკეში უყურებდი რომ მოდიოდა რომ ჩამარტყა ღმერთო ჩემო ეს იყო აი ენით აღწერილი გამოცდილება არავის არ გიჩვევთ ასეთი გამოცდილება არავის ნახეთ რა ლამაზი ტაძარია 130-ით მანქანა გეჯახება და შენ რო ცოცხალი ხარ საერთოდ და არაფერი რო არ ჭირს აი არაფერი რო არ ჭირს ერთადერთი რას მოვკიო და რომ დავინახე რომ მანქანა რო მიტყამდა თელი კუნთები მქონდა ასე დაძაბული და ყველაფერი მკიო და მე მეორე დღეს ასე შემოძვირფასებო ცხოვრება ესეთი არის რა იქნება ხვალ არავინ არ იცის ხო შეიძლება ვიყვარდეს ერთმანეთი ხო შეიძლება ვცეთ პატები ერთმანეთს ხო შეიძლება მოусვინოთ ერთმანეთს განსხვავებული აზრის თქო იყოს მაინც მოусვინოთ ერთმანეთს ხო შეიძლება რომ არ დაუშხამოთ ერთმანეთი ხო შეიძლება რომ სხვის უბედურებაზე მართლა ფული არ გააკეთო და რაღაც სისულელეებსო ტენიან და შხამავენ ჩვენ ბავშვებს და ჩვენ ახალგაზრდობას გინდა სოციალური მედია იყოს გინდა ეს მინდა ვიყო ვიტამინები და გინდა ეს ყველაფერი ნახეთ რა სილამაზე პატარა სახლები ნახეთ რა სოყარლობა ნახეთ რა მაგარია შუა საუკუნეების ქალაქი ნახეთ რა სოყარლობა ნახეთ რა მაგარია აი ხალხი არ უნდა იომოს ეგეთ რაღაცები უნდა ვაკეთოთ ეს მე-17 საუკუნის არის ჩვენ ხადავდივართ მე-17 საუკუნის ქალაქში ნახეთ რა სიმპათიურობა მაგარია ყველა მეუნება შენო ფარველი ანგელოზი ყავსო შანსი არ არისო როგორ აი როგორ მიყურებენ იცი ეს გლაპარაკობსო აი ეს
აი როცა მე პატრიარქმა მაკურთხა დამლოცა აი გეუბნებით პატრიარქის ლოცვას ისეთი ძალა აქვს მე აი გრძნო პატრიარქის ძალას აი როგორ აგიხსნათ იცი ვერ აგიხსნით ამას აი ეს შინაგანად არის აი გეუბნებით რა სხვანაირად გრძნობ თავს ვერ აგიხსნით აი ვერ აგიხსნით ნახეთ რა სილამაზეს გაჩვენებთ ახლა ეს არის შატო აი ნამდვილი ფრანგული შატო აი ასე გამოიყურება შატო მერე და სიფაზეთები რო არის თბილისში ახლოში ვაკეთებ შატო აი შატო ასე გამოიყურება ნახეთ შატო როგორ გამოიყურება აი ასე ქალაქი არის და ქალაქში არის შატო აი ნახეთ ნამდვილი შატო ასე გამოიყურება შატოს დაგათვალიერებინეთ დავით შემოძიფასებო ისეთი შეგრძნება მაქვს ვერ გიხსნით ვერ ვამბობ და როცა უფალი გიცავს შენ ძალა უფრო გემატება და როგორ გემატება იცი აი თქვენ ვეწარმოგიდგენიათ ეს რაც მე რამოდენიმე დღე შოქში ვიყავ ეხლა ცოტა გამოვდივარ სადღაც ბოლომდე გამოსული არა ვარ ამ სიტუაციიდან მაგრამ ერთ რამეს რასაც მე გრძნობ თავს რომ შენ რო იცი რომ შენ ანგელოზი გფარავს და ლოგიკური ახსნა გამარტება ამას არ აქვს არა არანაირი ლოგიკური ახსნა გამარტება არ აქვს ის რაც მოხდა შაბათს არ არსებობს ახსნა გამარტება აი შეიძლება აი იმიტომ ასე არა ამას ახსნა არ აქვს რომ მანქანა უკნა დაგიჯახება 130 და შენ ნუ კაი შეშინებული ხარ 2 დღე ჩაფრთხილებას გისურვებ მიყვარხართ ძალიან უფალი ჩულხარ ეს არის